კომპლექსის მშენებლობის დროს გამოყენებულია წითელი ბეტონი. არქიტექტურული თვალსაზრისით, რას აძლევს ეს მასალა პროექტი? არქიტექტურის თვალსაზრისით ორიგინალობას თავისებურს, იმიტომ რომ ინდივიდუალური მიდგომა არის ამ ობიექტზე კონკრეტულად დეკორატიული წითელი ფერის ბეტონის გამოყენება. რითი იქნება ეს განსხვავებული იქნება სხვა შენობებისაგან ტრადიციული მეთოდები, რასაც ჩვენ ვიყენებთ ჩვენს რეგიონში, მოსაპირკეთებელი მასალები. რომელიც ზოგადად წლების განმავლობაში შემდეგ ისევ ექსპლუატაციას მოითხოვს. ფერად მასალებს ვიყენებენ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ ბეტონს ბუნებრივად ვიყენებთ უკვე დასრულებული სახით. ანუ ეს ბეტონი, რომელიც ახლა ჯერჯერობით წითელი ფერის არის, როგორც ხედავთ, ის აუცილებლად დამუშავდება სპეციალური დასამუშავებელი ტექნიკით და მივიღებ წითელი ფერის მოზაიკას. ფინალურია თავისით და თვითონ მშენებლობის პროცესში არის ზუსტით ყველაფერი გაკეთებული რა. მაღალი ტექნოლოგიით რა თქმა უნდა და ეს არის უნიკალურობა ამ ობიექტის უბრალოდ.